ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში, საინტერესო თემებით და სტუმრებით მხოლოდ კომერსანტზე. ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე. FM 95.5. პროფესიონალები კომერსანტზე. გია ლობჟანიძესთან ერთად. მოგესალმებით. როგორც ყოველთვის ორშაბათს სამეცნიერო თემატიკაზე ვისაუბრებთ. დღეს ჩვენი გადაცემის თემა თქვენი შეკითხვებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. საკითხი ეხება ჩვეულ აბორტებს. ამაზე მსმენელებს ჰქონდათ გამახვილებული ყურადღება. ბოლო თვენახევარი 2 თვის განმავლობაში რამოდენიმე შეკითხვა შემოვიდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიწვიეთ არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის მეაგინეკოლოგი ქალბატონი თამარ დიაკონიძე და სწორედ მასთან გვინდა საუბარი ამ თემებზე. მოგესალმებით ქალბატონო თამარ. ხარული ვარ თქვენ სტუდიაში სტუმრობისთვის. ჩვენ გვინდა ზოგადად ვისაუბროთ არა მარტო ჩვეულ აბორტებზე, არამედ მათ შორის თრომბოფილიაზე და მის როლზე. ვიცით რა რომ თქვენი მიმართულება სწორედ ეს არის და მინდა რომ განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება. რა არის მიზეზები, რატო ხდება მაინც ჩვეული აბორტები, რატო ვითარდება, რა აქ გადამწყვეტი აქვს მნიშვნელობა რაიმე თანდაყოლილ შეძენილ პათოლოგიას, ვერ უფრთხილდები ამ ასე ვთქვათ ორსულები თავს. აი ამ საკითხზე დავიწყოთ და შემდგომ უკვე ინტერვიუს ვლელობაში გადავიდეთ სხვა საკითხებზე. დიახ, მოგახსენებთ, ანუ ჩვეული აბორტების გამომწვევი მიზეზებს შორის შეიძლება რამდენიმე მათგანი დავასახელოთ. მათ შორის დავიწყებდი ანატომიური ფაქტორით. ერთ-ერთი არის ანატომიური ფაქტორი, რომელიც შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში გვხვდება. და ჯერ ჩამოვხვდი და შემდგომ თითოეულ მათგანზე გავამახვილებდი ყურადღებას. ასევე არის ქრომოსომული აბერაციებით განპირობებული დარღვევების დროს, გვხვდება ჰორმონალური დარღვევებით განპირობებული, უცნობი გენეზის, არსებობს ასევე უცნობი გენეზის და კიდევ არის ძალიან დიდი პროცენტი განპირობებული თრომბოფილიით. ამ შემთხვევაში ანატომიურს მცირედ შევეხები. ანატომიურის შემთხვევაში იგულისხმება აქ საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, მათ შორის როგორიც არის ორქიანი საშვილოსნო, საშვილოსნოს ღრუში ძგიდის არსებობა, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, რაც შეიძლება ნაადრევ მშობიარობას იწვევს, მაგრამ საბოლოო შედეგისთვის უკვე თვითნებითი აბორტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. რაც შეეხება ჰორმონალურ ფაქტორებს, ჰორმონალური ფაქტორებიდან ძირითადად ჭარბობს როგორც რეპროდუქციული სისტემის მხრივ გამოწვეული დარღვევები, ასევე დაუშვათ სხვა ზოგადი პათოლოგიებით განპირობებული. მათ შორის ზოგადი პათოლოგიებიდან ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, როგორც ჰიპერთირეოზი, ასევე ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და ასევე სხვა ცვლილებები ამ მხრივ და მნიშვნელოვანია ასევე ჰიპოესტროგენია, ანუ ესტროგენების რაოდენობრივი სიმცირე, რაც განაპირობებს ხოლმე ორსულობაზე გავლენას ახდენს. ასევე ჰიპერანდროგენიზმი, ეს არის ანდროგენების ჭარბად მომატება ქალბატონის სისხლში, რაც ასევე ერთ-ერთი თვითნებითი აბორტის გამომწვევი მიზეზია და რა თქმა უნდა პროგესტერონის დეფიციტი, რომელიც ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მათ შორის მეორე ფაზის უკმარისობის დროს პროგესტერონის დეფიციტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს შემდგომში იგივე თრომბოზული უბნების განვითარებას და შემდგომში შეიძლება თვითნებითი აბორტითაც დასრულდეს. და მათ შორის აი ყველაზე მნიშვნელოვანი მოცულობითად ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უკავია თრომბოფილიებს, ვინაიდან პროცენტული მაჩვენებელი ესეთია 55-დან 62%-მდე. კი ბატონო, აი სწორედ ამ საკითხზე მინდა რომ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ. თან ჰემოსტაზიოლოგია, ესეთი ასე ვთქვათ, როდესაც მე თქვენ გაგიცანი და იყო საუბარი, თქვენ ამ მიმართულების კურატორი ხართ. ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასე ვთქვათ, ცალკე არც სპეციალობად, არც სუბსპეციალობად არ აღიარებს, მაგრამ როგორც ვიცი, უცხოეთში არის ეს მიმართულება, აი რამოდენიმე სიტყვა ჰემოსტაზიოლოგიაზე, რას ნიშნავს, რა შეისწავლის და შემდგომ უკვე გადავიდეთ თრომბოფილიაზე. დიახ, ჰემოსტაზიოლოგია თვითონ ეს არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სისხლის შედედების უნარს. ანუ როგორ ხდება ადამიანის ორგანიზმში სისხლის შედედების განხორციელება. ეს ზოგადად ცალკე საგნად ჩვენთან არ არის, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, გამოყოფილი, ვინაიდან შედის ჰემატოლოგიის შემადგენლობაში, მაგრამ ვინაიდან ამ პრობლემის დადგენა, გამოვდინება და შემდგომ კვლევები გაგრძელდა მეანგინეკოლოგიის კუთხით, ვინაიდან ხდებოდა ქალბატონების დაღუპვა თრომბოზით განპირობებული დაავადებებით და ზოგადად სისხლდენებით იღუპებოდნენ მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ამიტომ უფრო მეტი განვითარება ჰემოსტაზიოლოგიის კუთხით გამოიწვია მეანგინეკოლოგიაში ამ საკითხის ღრმა განვითარება.
აქედან გამომდინარე ჰემოსტაზიოლოგი არის ჰემატოლოგიის შემადგენელი, მხოლოდ ჩვენ განსაკუთრებულად ვაქცევთ ყურადღებას ორსულობის პერიოდში გართულებებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ანუ მის მართვის პერიოდში. დიახ. კი ბატონო. ანუ ახლა ვისაუბროთ თვითონ რა არის თრომბოფილია, მისი განვითარების ფორმები, როგორი გვხვდება და საერთოდ მაინტერესებს სიხშირეც, რამდენად ხშირია იქ თქვენ პრაქტიკაში, თქვენ ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობთ, ხო? აი, რამდენად ხშირად გვხვდება? აი, თქვა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გქონდათ ასეთი შემთხვევები? დიახ, არის ასეთი შემთხვევა, ზოგადად მსოფლიო მონაცემებს თუ დავეყრდნობით, თრომბოფილიით განპირობებული თვითნებითი აბორტები, როგორც ასეთი, მერყეობს 2-დან 20%-მდე, ზოგადად ეს. მაგრამ ამ თრომბოფილიებიდანაც არის თავისი გრადაცია აქვს მას, ვინაიდან თრომბოფილია წარმოშობით, ჯერ სიტყვას გავმარტავ, ნიშნავს ორგანიზმის მიდრეკილებას, ანუ ორგანიზმში სისხლის მიდრეკილებას თრომბის განვითარებისკენ. ანუ შედედების ფუნქცია იმდენად არის მომატებული, რომ თრომბის განვითარების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ ქალბატონებში ამ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში თრომბოფილიის განმარტებაც აქედან გამომდინარეობს, ანუ ფილია ნიშნავს მიდრეკილებას რაღაცის მიმართ და შესაბამისად თრომბოფილია თრომბის ჩამოყალიბების მიმართ მიდრეკილებას. და მსოფლიო მონაცემებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ჩვენთან არ არსებობს ჯერ სტატისტიკა, რომელიც ამ ყველაფერს ზუსტად ესე დაახარისხებდა, მაგრამ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ასევე ჩვენთან. ითვლება, რომ ზოგადად თეთრი რასის მქონე პოპულაციებში და მათ შორის ინდოეთის პოპულაციებშიც მაღალი არის ზოგადად თრომბოფილიების მაჩვენებელი, მაშინ როდესაც დაუშვათ შავკანიან პაციენტებში ის ნაკლებად გვხვდება. და ჩვენი ესეთი ლიტერატურული მონაცემების მიხედვით არსებობს ასევე ურთიერთკავშირი, რომ განსაკუთრებით ხშირად არის ეს ისრაეთის, ანუ ებრაელი ერის მოსახლეობაში და ქართველებშიც საკმაოდ მაღალია. ანუ ჩვენ რისკ ჯგუფში შევდივართ. ერთ-ერთ რისკ ჯგუფში შევდივართ და თუ შეიძლება აქ მოვაყოლებდი ბარემ ამ საკითხს, ანუ ხშირად ისმის კითხვა არის თუ არა ეს თრომბოფილია და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, გვაქვს ყოველთვის საუბარი და აქცენტი ქალბატონებზე და ორსულ ქალბატონებზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის ისმის კითხვა ამ შემთხვევაში რა ხდება მამაკაცის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს დაავადება ორივე პოპულაციაში გვხვდება, მაგრამ ვინაიდან რისკ ფაქტორები უფრო მაღალი არის ორსულობის დროს ამ დაავადებების გამოვლენის, შესაბამისად დიაგნოსტირება უფრო ხშირად ხდება ქალბატონებში. თუმცა იგივე თრომბოფილიის განვითარება და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის განვითარება, თუ ძირფესვიანად არის გამოკვლევები ჩატარებული, ძალიან ხშირი არის ნევროლოგიურ პრაქტიკაში, დაუშვათ კარდიოლოგიურ მიმართულებით და ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში, თუნდაც დერმატოლოგიაშიც. ძალიან საინტერესო. ახლა ესეთი შეკითხვა, კი ბატონო, გემატოლოგები ამაზე მუშაობენ თქვენს. აი, რამდენად არის საკითხი დასმული ისე, რომ მიან გინეკოლოგები განსაკუთრებით ის მიან გინეკოლოგები, რომლებიც აი ამბულატორიულ პირობებში მუშაობენ და კონსულტაციებში და აყავთ პატრონები, ორსულები, პატრონაჟის ქვეშ, ისინი გადიან, ამ თქვათ, რაიმე კურსებს, ან რაიმე სემინარები თუ ტარდება, ან რაიმე კონფერენციები თუ ეძღვნება, იმიტომ რომ რამდენად არის ყველა მიან გინეკოლოგი ღრმად, თქვათ, ჩახედული ამ საკითხში, ვინაიდან როგორც ჩანს ეს საკმაოდ დიდი პრობლემა. ოღონდ ამ შეკითხვაზე ჩვენ პაუზის მერე დავიწყოთ პასუხს, ვინაიდან რეკლამის დრო გვაქვს ეთერში. დიახ. პროფესიონალები კომერსანტზე გია ლობჟანიძესთან ერთად. ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას, შეგახსენებთ, რომ საუბრობთ ჩვეულ აბორტებზე, მათ შორის თრომბოფილიაზე და მის როლზე. და სტუმრად ყავს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის მიან გინეკოლოგი, ჰემოსტაზიოლოგი ქალბატონი თამარ დიაკონიძე. ჩვენ შესვენებაზე, ასე ვთქვათ, სარეკლამო შესვენებაზე გავედით, როდესაც საუბრობდით, ტარდება თუ არა სემინარები, რამდენად საქმის კურსში არიან, რიგითი ვთქვათ, მიან გინეკოლოგები, რომლებიც ატარებენ პატრონას აღრიცხვაზე, აყავთ კონსულტაციებში, ორსულები და ასე შემდეგ. დიახ, რაც შეეხება კონფერენციებს და სემინარებს, პერიოდულობით ტარდება. დაუშვათ ჩვენი კლინიკის ფარგლებში ჩატარებულა ეს მსგავსი კონფერენციები ყოფილა სტუმრები, პროფესორები ამ საკითხში პროფესიონალები მოწვეული და მათ ჩაუტარებიათ სემინარები შესაბამისად ამ მხრივ, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად გვაქვს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველა დაუშვათ ყველა დაწესებულებაში ერთ დონეზე ხდება ამ საკითხის გამოკვლევა. საერთოდ დღევანდელი გაიდლაინების მიხედვით რომ ვახსენოთ, მოწოდებული არის, რომ ასეთ პაციენტებს, ანუ რისკ ჯგუფში ათავსებენ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც
ერთი ან ორი თვითნებითი აბორტი აქვს ანამნეზში და შესაბამისად, როდესაც პირველად მოდის ორსული, აი უმეტეს შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა ჩვენთან მოსული პაციენტებიდან, პირველჯერ მომხდა თვითნებით აბორტი, აქცენტი ამ კუთხით არ კეთდება. და შემდგომში უკვე როდესაც განმეორებით მოხდება მეორე, მესამე ან ასე შემდეგ თვითნებითი აბორტი, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი გადამისამართება. თუმცა ალბათ ლოგიკურია და დამეთანხმებით, რომ თუ პაციენტს აქვს ზოგადად დამძიმებული ანამნეზი თრომბოფილიის მხრივ, ალბათ თავიდანვე ჯობს ამ ყველაფრის გამოკვლევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად მოწოდებული არ არის, ვინაიდან ჩვენ ამით თავიდან ავიცილებთ, დროული დიაგნოსტირება იქნება და შესაბამისად დროული მკურნალობა ჩატარდება. კი ბატონო. თვითონ ახლა რომ ვისაუბროთ თრომბოფილიებზე, თქვათ შეძენილი, თანდაყოლი განვითარების პროცესში ჩვეული აბორტების, აი ამაზე მინდა და საუბარი და მე მინდა ასევე შეძენილი თრომბოფილიაზე ვისაუბროთ, აი განსაკუთრებით გავამახვილოთ ამაზეც და მის ყოველდღიურობას სამედიცინო პრაქტიკაში რა ხდება ამასთან დაკავშირებით. აი თრომბოფილიები ზოგადად მისი წარმოშობის მიხედვით იყოფა თანდაყოლილი და შეძენილი თრომბოფილიებად. დავიწყებ თანდაყოლილიდან, ასე ვთქვათ, ვინაიდან მას იგივეა თანდაყოლი, რაც გენეტიკური თრომბოფილიები. გენეტიკური თრომბოფილიების ზოგადი მაჩვენებელიც მსოფლიოში საკმაოდ მაღალია, ისიც 20%-მდე მერყეობს სხვადასხვა პოპულაციის მიხედვით, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ მაღალი პროცენტია, 20% დამეთანხმებით 100 შემთხვევიდან დაუშვათ 20 შემთხვევა. რაც შეეხება ამ თანდაყოლილ თრომბოფილიებს, მიეკუთვნება გენეტიკური ფაქტორის დარღვევით გამოწვეული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ შორის არის თუ ჩამოვყვები კონკრეტულად ეს არის სისხლის შედედების ფაქტორის გენეტიკური დეფიციტი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორი, დაწყებული ვთქვათ, მეხუთე ლეიდენის ფაქტორი, მეორე ფაქტორი ეს არის პროთრომბინის მუტაციით განპირობებული, ასევე არის მეთილენ ტეტრაჰიდროფოლად რედუქტაზას დეფიციტით მუტაციით გამოწვეული გენეტიკური თრომბოფილია და ამ შემთხვევაში კლინიკურად უკვე გამოვლინება ხდება სხვადასხვა ანალიზების ჩატარებით და ამ შემთხვევაში მეთილენ ტეტრაჰიდროფოლად რედუქტაზას დეფიციტზე გავამახვილებდი ყურადღებას, რადგან ხშირ შემთხვევაში რაც ანომალიებს იწვევს შემდგომ და ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტთან დაუნის სინდრომის სკრინინგს და სხვა გენეტიკური პათოლოგიებისა, სწორედ აი ამ ფაქტორის დეფიციტის დროს ძალიან ხშირია ამ გენეტიკური პათოლოგიების განვითარებაც შემდგომ. ანუ ეს არის უკვე მეორადად. ეს არის სისხლის შედედების გენეტიკური ფაქტორის დარღვევა, მაგრამ რომელიც მეორადად უკვე ამ ჰიპერჰომოცისტეინემიის ფონზე იწვევს უკვე შემდგომ უკვე სხვა სახის ანომალიების განვითარებას. და მეორე და მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენს პრაქტიკაში უფრო ხშირად დასტურდება, ეს არის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ანუ შეძენილი თრომბოფილია. აი შეძენილი თრომბოფილიის შემთხვევაში მას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს. ძირითადად ეს არის ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის შედეგად განპირობებული. ანუ რა ხდება ამ დროს? ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს, ვინაიდან ყველა ადამიანის ორგანიზმის უჯრედულ შემადგენლობაში შედის ფოსფოლიპიდები, ამ საკუთარი უჯრედის ფოსფოლიპიდების მიმართ ხდება ანტისხეულების გამომუშავება და პრაქტიკულად გამოდის, რომ ორგანიზმი ებრძვის თავისივე უჯრედებს, თავისივე ცილებს. ეს მიეკუთვნება აუტოიმუნურ დაავადებას, რომელიც ანუ საკუთარი ქსოვილების მიმართ, როდესაც არის განწყობილი და ამ შემთხვევაში კავშირში არის ჰემოსტაზთან იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედებს კონკრეტულად სისხლძარღვის ენდოთელიუმზე. ანუ მეორადად ეს პროცესი იქნება ეს ბაქტერიული ინფექცია თუ ვირუსული ინფექცია იწვევს სისხლძარღვის კედლის ენდოთელიუმის დაზიანებას და ვინაიდან სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობს როგორც სისხლძარღვი, ასევე სისხლის სრული შემადგენლობა, ეს კონფლიქტი უკვე იწვევს ამ ჰიპერკოაგულაციის განვითარებას, ანუ იგივე სისხლის შედედების პროცესის გააქტივებას ნორმაზე მეტად. კი ბატონო, ეს სწორედ მე საკითხი მინდოდა ინფექციების ბაქტერიული და ვირუსული როლია, თქვათ, იგივე შეძენილი თრომბოფილიის განვითარებაში, თქვენ ახლა ნაწილობრივ უპასუხეთ კიდევაც. და საერთოდ მაინტერესებს აი პოპულაციაში ამ შეხსირეზე როდესაც საუბრობდით, ზუსტად არის განსაზღვრული, აი თქვათ, დიაგნოზის დასმა თქვენ კლინიკაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამ შემთხვევაში მივიყვანოთ პაციენტი ბოლომდე, მაგრამ რანაირად უნდა მოხდეს, რომ მისი მართვაში ჩვენ პრობლემები არ შეგვექმნეს. აი, თქვენ როგორც უკვე მიან გინეკოლოგი, თქვენ რო იყო დღეს თქვათ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი. აი, რას გააკეთებდით? ახლა მე მაგ კიდე რა თქმა უნდა სხვა უნაყოფობაში ინვიტრო განაყოფი მაინტერესებს როგორ არის IVF-ში, მაგრამ უცებ ესეთი შეკითხვა, რას გააკეთებდით თქვენ, რომ ამითი გართულებების
პრობლემა საქართველოში, როგორც ერთ-ერთი რისკ ფაქტორიან, ასე ვთქვათ, პოპულაციაში შეგვიცივდეს და საერთოდ მოისპოს. დიახ. პირველ რიგში ნებისმიერი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გულისხმობს ამ შემთხვევაში როგორც ბაქტერიულ, ასე ვირუსულ დაავადებებს. ბაქტერიულში სხვადასხვა ინფექციები, რომლებიც დაუშვათ დაოჯახების შემდგომ იჩენს თავს, დროული მკურნალობა ამ ანთებით პროცესსაც მოაგვარებდა და შესაბამისად ხელს აღარ შეუწყობდა მეორადად უკვე ამ პრობლემის განვითარებას. აი ბაქტერიულ ინფექციებს შორის მნიშვნელოვანია ქრონიკული ტონზილები, როდესაც არის ანუ გლანდების ქრონიკული ანთება, როდესაც გვაქვს და ნებისმიერი ინფექციური კერა, რომელიც ორგანიზმში არსებობს. რაც შეეხება ვირუსული, ანუ გულისხმობთ, რომ დროული მკურნალობა ამ შემთხვევაში პირველ ხარისხოვანია. რაც შეეხება ვირუსულ ინფექციებს, ჩვენ ისედაც ვატარებთ ეს ნებისმიერ გინეკოლოგიურ პაციენტში, რომელიც ორსულობას გეგმავს, ჩვენ ვატარებთ მასთან ვირუსულ გამოკვლევას. ჰერპეს ვირუსზე, ციტომეგალოვირუსზე, ტოქსოპლაზმოზი იქნება ეს ქლამიდია თუ სხვა გამომწვევები, როგორც არის მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა და დადგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტარდება შესაბამისი მკურნალობა. აი შემდგომ რაც შეეხება განსაკუთრებით ჰემოსტაზზე, რომელიც გავლენას ახდენს ვირუსული ინფექციებიდან, ეს არის განსაკუთრებით ჰერპეს ვირუსი და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ციტომეგალოვირუსი. და ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ჩატარებულ პაციენტთან უკვე რისკიც ნაკლები არის. თუმცა ძალიან ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ პაციენტები მოგმართავენ უკვე ორსულები. აი ასეთ შემთხვევაში ისმის ხოლმე ესეთი კითხვა, როგორ მოვიქცეთ თუ ორსულის შემთხვევაში უკვე დიაგნოსტირებული არის დაუშვათ ვირუსული ინფექცია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ანალიზი ტარდება, რომ მწვავე ფორმა არის მომატებული თუ ქრონიკული ფორმა, ვინაიდან ქრონიკული მიგვითითებს, რომ გადატანილი ვირუსული ინფექცია გვაქვს, მაგრამ თუ დადგინდა დაუშვათ მწვავე ფორმა, რას ვაკეთებთ? ანუ როგორც წესი, ანტივირუსულ თერაპიას ჩვენ ორსულობის განმავლობაში და განსაკუთრებით პირველი 12 კვირის განმავლობაში ვერ ვატარებთ. ისიც უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა მესამე ტრიმესტრში ჩატარდეს, თუმცა რეალურად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის დაზიანება, რასაც ეს ვირუსი უკვე სიზარღვის ენდოთელიუმზე ახდენს, ის უკვე მომხდარია. ასე რომ ვთქვათ და ჩვენ აქ დიდსულებას ვეღარ ვახდენთ კონკრეტულად ანტივირუსული მკურნალობის გამო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მკურნალობთ ისე, რომ იმ ვირუსისგან გამოწვეული დაზიანება შევამსუბუქოთ და ხელი შევუწყოთ, რომ უფრო გართულება არ განვითარდეს. კი ბატონო, ეგ ძალიან კარგი. ასევე ესეთი თავისებურად კითხვა წამოვიდა. აი ორსულები თქვათ, ნუ ამ შემთხვევაში პაციენტი რამდენად თანხდება ამ გამოკვლევების ჩატარებას? ეს ხო რაღაც ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. არ ვიცი ამას რამდენად აფინანსებს სახელმწიფო, არ ამგონია რაიმე პროგრამა იყო სპეციალური და როგორ უნდა იმუშაოს მიან გინეკოლოგმა, თქვათ, ამ შემთხვევაში თქვენმა კოლეგამ, ჰემოსტაზიოლოგმა, რომელმაც უნდა დაუმტკიცოს ოჯახს, პაციენტს, ეს არის მისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ასეთ შემთხვევაში, აი რაც ვახსენეთ, რომ რამდენად პირველივე ჯერზე პაციენტს უნდა აეხსნას რა მდგომარეობა არის. ზოგადად ეხლა ძალიან ძნელია პაციენტი თავიდანვე შევაშინოთ, რომ შეიძლება თვითნებითი აბორტი განუვითარდეს, როცა ამის არანაირი კლინიკა აქამდე არ ქონია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მისთან ოჯახური ანამნეზი აქვს დამძიმებული, დაუშვათ ოჯახის ახლო წევრებში გულისხმება ინფარქტი, გადატანილი ინფარქტი ნაადრევ ასაკში, გადატანილი ინსულტი ასევე ნაადრევ ასაკში, დერმატოლოგიური პრობლემები. მეორენაირად დერმატოლოგიაში ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იწვევს ხოლმე ესეთი ქსელისებური ლივიდოს განვითარებას, ბადისებრი ლივიდოა იგივე და ზოგადად ნევროლოგიური გართულებები, მაშინ რა თქმა უნდა ეს პაციენტი უკვე რისკ ჯგუფში გულისხმება ამ პრობლემის მხრივ და შესაბამისად ვთავაზობთ, რომ იცით თქვენ გაქვთ ამ მხრივ რისკ ჯგუფში ბრძანდებით და ეს გამოკვლევები ჩავიტაროთ, რომ გამოვრიცხოთ. თუმცა რა თქმა უნდა ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ძნელია რომ ყველამ ერთ ჯერზე გააკეთოს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ასაკიც გასათვალისწინებელია და როგორც უკვე აღვნიშნე ანამნეზიც. ძალიან კარგი, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს. ეხლა ჩართვას გავაკეთებ, პატარა ეგზუპერს აქვს ესეთი ჩანაწერი, რომ მოვა დრო, როდესაც ექიმი აუღებს პაციენტს თითიდან ერთ წვეტ სისხლს, ამას მოათავსებს რაიმე აპარატში და დიაგნოზი დაისმევა, ყველა გამოკვლევა ჩატარდება და ასე შემდეგ და დაინიშნება მკურნალობა, მაგრამ მეო როგორც ადამიანს მე მაინც მირჩევნიაო ჩამომიждდეს ექიმი ზოგადი, რომელიც დაიჭერს ჩემს მაჯას, დაითვლის, გამომკითხავს, ანუ ანამნეზიც ამ შემთხვევაში არის გადამწყვეტი. ამიტომ ყველას თქვენგან დაწყებული ნებისმიერ ექიმს უნდა ახსოვდეს, რომ არასოდეს სიჩქარე საჭირო არ არის და კარგი ანამნეზის შეგროვება ეს არის მომავალი დიაგნოზის, მკურნალობის და საერთოდ გართულების პრევენციის და ასე შემდგომ საწინდარი. კი ბატონო, დიდი მადლობა. ნუ ეს აუცილებელია. ეხლა მაინტერესებს თვითონ მისი როლი უნაყოფობაში, აი ვთქვათ, შემდგომ უშედეგო მცდელობებში, IVF და ასე შემდეგ, რამდენად არის ეს და ასე შემდეგ, აი ვთქვათ, დაუკავშიროთ საკითხები ერთმანეთს.
თრომბოფილიის დროს ამ შემთხვევაში გავამახვილებ ყურადღებას ისევ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მიმართულებით. ანუ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომიდან გამომდინარე პრობლემა შეიძლება სხვადასხვა ეტაპზე შეიქმნას ორსულობის განმავლობაში. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვეულებრივი არა IVF-ის შემთხვევაშიც ჩვეულებრივი ორსულობის დადგომის დროს ემბრიონი გარკვეული პერიოდის შემდგომ გაივლის რა საშვილოსნოს მილებს, ხდება შემდგომ მისი ნიდაცია საშვილოსნოს ღრუში კონკრეტულად ენდომეტრიუმში. შესაბამისად, თუ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი გვაქვს და ამ შემთხვევაში ანალიზებითაც ის დასტურდება შემდგომში ჩატარებული ანალიზების მიხედვით, აი ეს ინვაზიის პროცესი მიმდინარეობს დარღვევით, ან საერთოდ არ მიმდინარეობს, ასე რომ ვთქვათ. ეს დამოკიდებულია თვითონ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამოვლენის ხარისხზე. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა, შესაბამისად ისე არის დარღვეული, რომ ემბრიონის ნიდაცია ვერ მოხდა ენდომეტრიუმში, შესაბამისად შეიძლება ისე განვითარდეს თვითნებითი აბორტი, რომელსაც ქალბატონი თვითონაც ვერ მიხვდება. ანუ ყოველი შემდგომი ციკლის პერიოდში ის ვერც მიხვდება, რომ ორსულობა იყო და შეუწყდა. არის შემთხვევები, როდესაც ეს ნიდაცია ხდება, მაგრამ ამ პრობლემის გამო ხდება იმდენად არასრულყოფილად, რომ ძალიან ხშირია პირველივე კვირეებში ჰემატომის არსებობა. ანუ სისხლშაქცევის არსებობა, რომელიც ვითარდება რეტროქორიონალურად, ანუ ნაყოფის ნიდაციის შემდგომ პერიოდში. სისხლშაქცევა გარშემო, რამაც მისი ზომების გარდნის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი. და არსებობს კიდევ მოგვიანებით განვითარებული პრობლემები ამ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომისგან განპირობებული, რომელიც ორსულობის სხვადასხვა ვადაზე იჩენს თავს. და რას გულისხმობთ ამით? ანუ იგივე ჰესტოზი, ანუ ორსულთა ჩივილები, როდესაც აქვთ გულის რევა, ღებინება, ეს დასაწყის პერიოდსაც ეხება და ორსულობის ბოლო პერიოდსაც ეხება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოვლინდება პრეეკლამპსიით, ეკლამპსიით, ანუ იმ გართულებებით, რაც ახასიათებს ორსულებში არტერიული წნევის მომატება, შეშუპება, ცილის არსებობა უკვე შარდში, ანუ მეორენაირად სამედიცინო მხრივ პროტეინურია. ესეც კი დადგენილი არის, რომ უკვე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის საფუძველიდან განვითარებულია. ანუ რომ არა ეს პრობლემა, შესაძლოა ის პრეეკლამპსია ბოლო პერიოდში არ განვითარებულიყო და ამის გამო არ დაგჭირებოდა დაუშვათ საკეისრო კვეთის ჩატარება. კი ბატონო, ძალიან საინტერესო. აი ახლა თვითონ ამ სინდრომის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები. თქვენ თქვათ გამოსვლაში დავიჭირეს, რამდენად არის ჩამოყალიბებული, რამდენად არის ცნობილი და თუ შეგიძლიათ რომ ეს საკითხი. დიახ. რაც შეეხება რეკლამამდე გვაქვს დაახლოებით 1-2 წუთი და რომ 2-3 წუთიდან შეიძლება ჩავიდეთ. რაც შეეხება გამოკვლევას, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე, როდესაც თუ რისკ ჯგუფშია პაციენტი და პირველ შემთხვევაშივე თუ ასაკიდან გამომდინარე გვინდა რომ ეს გამოკვლევები ჩაუტარდეს და ამის შესახებ მას ინფორმაციას ვაწვდით, პირველ ეტაპზე ვიწყებთ დადგენას, თუ არსებობს თრომბოფილია, არსებობს გენეტიკური თუ შეძენილი ფორმით. რაც შეეხება გენეტიკურ თრომბოფილიებს, ყველა იმ მარკერზე კეთდება ანალიზი, რომელიც ამ გენეტიკური თრომბოფილის მარკერებად ითვლება. მათ შორის, როგორც უკვე ვთქვით, მეორე ფაქტორის დეფიციტი, მეხუთე ფაქტორის დეფიციტი, მეთილენ ტეტრაჰიდროფოლად რედუქტაზას მუტაცია და სხვა გენეტიკური ფაქტორები ტარდება, პროტეინ C-ის დეფიციტი, პროტეინ S-ის დეფიციტი, ანუ ყველა იმ ფაქტორების, რომლებიც კონკრეტულად სისხლის შედედების პროცესში იღებს მონაწილეობას და ეს გენეტიკურად განპირობებული დეფიციტია. მაგრამ რაც შეეხება შეძენილ, ანუ ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს, ამ შემთხვევაში ანტიფოსფოლიპიდურის ანტისხეულების განსაზღვრა უნდა მოხდეს. მათ შორის წლების განმავლობაში მიჩნეული იყო მხოლოდ ერთ-ერთი გამოკვლევის კრიტერიუმად ითვლებოდა ანტიკარდიოლიპინები. ეს იყო ანტიკარდიოლიპინები M და G ფორმა, ქრონიკული და მწვავე ფორმა, თუმცა წლების მცდელობასთან ერთად მას დაემატა სხვა გამოკვლევები. პირველ რიგში დაემატა მგლურას ანტიკოაგულანტი, რომელიც სახელწოდებიდან გამომდინარე სულაც არ უკავშირდება სისტემურ წითელ მგლურას და დღესდღეობით ითვლება, რომ ყველაზე უფრო მეტი ინფორმაციას იძლევა ესეთი ცილის განსაზღვრა, როგორც არის ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1, რომელიც ამ კომპლექსურად შეფასების შემთხვევაში და სხვა ფაქტორები, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, გვაძლევს სურათს, თუ რა სახის დარღვევა შეიძლება აქ გქონდეს, რომელი ფაქტორის დეფიციტია და ერთ-ერთი ჩვეულებრივ გამოკვლევად ითვლება კოაგულოგრამა და დედიმერი, ვინაიდან დედიმერიც ეს არის მიკროთრომბოზის მაჩვენებელი ანალიზი. ეს მოკლედ რაც შეიძლებოდა, თუმცა საკმაოდ სწრაფად შეიძლება საუბარი. დიდი მადლობა. ეხლა რეკლამა იქნება ჩვენს ეთერში და შემდგომ გავაგზავნოთ. მე უცებად დავრეკლამოთ.
პროფესიონალები კომერსანტზე გია ლობჟანიძესთან ერთად. ვაგრძელებთ გადაცემას. შეგახსენებთ ჩვენი სტუმარია ქალბატონი თამარ დიაკონიძე, ექიმი ან გინეკოლოგი. ქალბატონი თამარ, ჩვენ ვსაუბრობდით სწორედ კრიტერიუმებზე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის და მინდა რომ გავაგრძელოთ ახლა უკვე არა მარტო კრიტერიუმები, გადავიდეთ კლინიკურ სიმპტომებზე. რა ახასიათებს, რა გვეხმარება ამ დროს დიაგნოსტიკაში და შემდგომ ასევე მინდა რომ თუ მე მგონი დრო გვეყოფა გართულებებზეც ვისაუბროთ ორსულობის დროს. დიახ, რაც შეეხება ამ შეძენილი თრომბოფილის, ანუ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს, როგორც დასაწყისშიც აღნიშნეთ, მრავალი კლინიკური გამოვლინება ახასიათებს ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში დაწყებული, ჩვენ შემთხვევაში მიან გინეკოლოგიიდან, ნევროლოგიით, კარდიოლოგიით, დერმატოლოგიით და ონკოლოგიაშიც ბოლო წლების მონაცემებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის განსაზღვრას და მკურნალობას. ვინაიდან თუ შეიძლება ჩავერთვები ამ ხრივაც, რომ ანუ დადგინდა, რომ ონკოლოგიურ პაციენტებში განსაკუთრებით იზრდება თრომბის განვითარების რისკი და შესაბამისად თუ დროულად იქნება დიაგნოსტირებული და ნამკურნალები, ეს რისკი მნიშვნელოვნად მცირდება და მათ შორის ასევე ხელს უშლის მეტასტაზების განვითარების პროცესს დროულად ჩატარებული მკურნალობა. ეხლა რაც შეეხება დავუბრუნდეთ ისევ ორსულების საკითხს, ორსულობის დროს სხვადასხვა ნიშნებით გამოვლინდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობა, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველივე ჯერზე, როგორც უკვე აღნიშნეთ, თუ განვითარდა ჰემატომის განვითარების შემთხვევაში, ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობა სახელდება და რაც შეეხება ორსულობის სხვადასხვა ვადას, აქ შეიძლება განვითარდეს დაუშვათ იგივე გესტოზი, რომელიც უკვე აღნიშნეთ, ორსულთა ასე ვთქვათ, გულისრევა იქნება ეს ღებინება თუ სხვა გამოვლინებები, რაც გესტოს ახასიათებს, ერთ-ერთი გამოვლინება ნიდაციის არასწორი მომხდარი ნიდაციის პროცესის და შემდგომში უკვე შეიძლება განვითარდეს ეს პაციენტის ნორმალურად მიმაგრებული პაციენტის ნაადრევი აცლით. ეს იგულისხმება, რომ აი გვსმენია ხშირად შემთხვევები, როდესაც იწყება მშობიარობა, ნაადრევი მშობიარობა სისხლდენით და პაციენტის სამშობიაროში მიყვანის შემდგომ დგინდება პაციენტის ნაადრევი აცლა. აი ეს ნაადრევი აცლის საფუძველი სწორედ თრომბოფილით არის განპირობებული, ვინაიდან თავის დროზე არ მოხდა სწორი ნიდაცია. მეორე პრობლემა ეს არის ნაყოფის დისტრეს სინდრომი, ანუ ზოგადად ნაყოფის ჟანგბადის მომარაგებით დარღვევა, იგულისხმება სისხლის მოქცევის დარღვევის გამო. ძირითადად ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გართულება ეს არის მიკროთრომბოზის განვითარება, როგორც დედის ორგანიზმში, ასევე ნაყოფის შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე მეტად ამ პროცესში დაინტერესებული, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად ზარალდება პლაცენტა ჭიპლარის ვინაიდან, სწორედ პლაცენტაში და ჭიპლარში ხდება მიკროთრომბოზის განვითარება და შესაბამისად დადგენის და არანამკურნალების შემთხვევაში ეს მიკროთრომბოზი პროგრესირებს და შეიძლება გარკვეული ზომის მიღწევის შემთხვევაში განვითარდეს ჭიპლარის სადნის დაცობა, სიზარღვის სადნის დაცობა. შესაბამისად ვითარდება ანტენატალური ნაყოფის დაუყრის ფაქტი და უკვე მიზეზის დადგენაც ჭირს, სანამ არ მოხდება შემდგომ უკვე მისი მიზეზის დადგენის გამოკვლევა, რა თქმა უნდა. გართულებებს შორის მიეკუთვნება ასევე როგორც აღნიშნეთ, პრეეკლამსია, ეკლამსია, HELLP სინდრომი, რომელიც პრეეკლამსიის და ეკლამსიის ერთ-ერთი ასევე შემდგომი გამოხატულებაა. და მშობიარობის შემდგომაც არის თრომბოზული გართულებების რისკი მაღალი გაცილებით ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში. ასევე უნდა აუცილებლად ხაზგასმით ავნიშნოთ, რომ ესეთ პაციენტებში სასურველი არის მშობიარობა დასრულდეს საკეისრო კვეთით. ეს არ არის როგორც ასეთი პირდაპირ ჩვენება საკეისრო კვეთის, მაგრამ ვინაიდან ამ პათოლოგიის დროს გარდა დედის პათოლოგიისა იზრდება ნაყოფის სხვა პათოლოგიების ალბათობის რისკი, როგორც არის გულსისძაფთა სისტემის დაავადებები, როგორც არის მძიმე ანემიის არსებობის შემთხვევები, როგორც არის ცირკმის პათოლოგიები, თრომბოციტოპენია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება, შესაბამისად უკვე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ღირს გარისკვა ფიზიოლოგიურ მშობიარობაში პაციენტის გაშვებისა. ვინაიდან თუ ეს რისკი არსებობს და არსებობს თრომბოზის განვითარების რისკი, რა თქმა უნდა, ორ სიტუაციას შორის ავირჩევდით საკეისრო კვეთას, რომელიც დაახლოებით 36 კვირის მერე უკვე გეგმიურად შედგებოდა და დასრულდებოდა ამ გზით ეს მშობიარობა. ახლა ჩავეჭიდები ამ თქვათ თეზას, რამდენად მიდიან ამ მიმართულებით ჩვენი მიან გინეკოლოგები. ანუ რამე ჭირდებათ, არის რამე დირექტივა, არის გაიდლაინით ეს მოწოდებული, თუ თვითონ მან ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება?
ამ შემთხვევაში გაიდლაინით პირდაპირ მოწოდება არ არის, რომ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას, მაგრამ ეს უკვე ექიმის გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გადასაწყვეტი საკითხია. არის ექიმები, რომლებიც ამ საკითხში ითვალისწინებენ ჩვენს რჩევას და უშუალოდ ჩვენი კუთხით, როდესაც ვამისამართებთ სამშობიაროში და შესაბამისად სრულდება ასევე და საკმაოდ წარმატებით. მე მგონი რომ ამ საკითხით მიმართულება უნდა გაგრძელდეს, ესე მგონია დირექტივასავით უნდა გაკეთდეს ან მეთოდური რეკომენდაცია, ან თუნდაც გაიდლაინში შეტანა აღნიშნული საკითხის და ეგება ამაზე თქვენ ინსტიტუტთან ერთად ჩვენი ასოციაცია სიამოვნებით იმუშავებს. ჩვენ ძალიან მცირე დრო გვჭება ალბათ 2-3 წუთი და მინდა ესეთია მაინც ადვილად გასაგებ ენაზე მინდა რომ თქვენ ასე ვთქვათ დასასრულ ჩვენი საუბრის რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ ჩვეული აბორტები ვთქვათ თავიდან ავიცილოთ. აი მოსახლეობამ რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იცოდეს, რომელიც გვისმენს ჩვენ ახლა. პირველ შემთხვევაში მიმართავდით რომ აუცილებლად გამოკვლევების ჩატარება დავიწყოთ თუნდაც ორსულობის დაგეგმვამდე, იმიტომ რომ დაგეგმვის შემთხვევაში და უკვე ორსულ პაციენტზე ჩვენ საჭიროების სპეციალებს შეიძლება ვერ განვახორციელოთ ის მკურნალობა, რაც მისთვის აუცილებელია და შემდგომში უკვე აი ასეთი პათოლოგიების და რაიმე რისკის არსებობის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება რომ გამახვილდეს, ეს თვითონ ექიმების გადასაწყვეტია უკვე და სწორი ინფორმირება არის საჭირო პაციენტების რა შემთხვევაში რატომ უნდა გაკეთდეს. ანუ ესე რუტინულად რომ ყველას გავუკეთოთ და დირექტივა მივცეთ არ არის, მაგრამ ექიმი აფასებს ამ ყველაფერს ისევ კიდევ ერთხელ ვამბობთ ანამნეზიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე და ანალიზების საფუძველზე. შესაბამისად მკურნალობასაც შევეხებით ალბათ თეორიის სიტყვით, მკურნალობაც მიზანშეწონილია დავიწყოთ არა ორსულობის პერიოდში, არამედ ორსულობამდე. სწორედ ორსულობამდე მინიმუმ 3 თვიანი ან 4 თვიანი მკურნალობა უნდა იყოს ჩატარებული, რომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში ამ პრობლემამ ნაკლებად იჩინოს თავი, ან თუ იჩენს, გაცილებით ნაკლები გართულებები იქნება, ვიდრე არანამკურნალებს შემთხვევაში. იმიტომ რომ არის შეხედულება ზოგჯერ რომ აი თითქოს ორსულ პაციენტში უნდა დავიწყოთ მკურნალობა, რაც არასწორია, ვინაიდან როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს პროცესი იწყება არა ორსულობის შემდგომ, არამედ ორსულობამდე. ორსულობის პერიოდში გრძელდება და ასეთ პაციენტებს არ არის ეს მხოლოდ ორსულობის პრობლემა, ორსულობის დამთავრების შემდგომ, მშობიარობის შემდგომ იქნება ეს თუ საკეისრო კვეთა იქნება, აუცილებელია ასეთი პაციენტების მონიტორინგი, ჰემოსტაზის გამოკვლევის ჩატარებით პერიოდულად და შესაბამისად მკურნალობის გახანგრძლივებაც 1 თვე, მაქსიმუმ 6 კვირის ჩათვლით. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ორსულობის პრობლემა, ეს არის ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სინდრომის არსებობის შემთხვევაში მოითხოვს ყურადღებას პერიოდულად. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამოწურავი პასუხი იყო. ჩვენ პრაქტიკულად ამოწურეთ უკვე დრო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საინტერესო თემაა და წინადადება რჩება ძალაში, ჩვენ ვიმუშაოთ აღნიშნული საკითხის დახვეწისათვის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშაოს მეაგინეკოლოგთა ასოციაციებთან ერთად, რომ თითოეულ მეაგინეკოლოგამდე დატანილი იქნეს, ინფორმირებული იყვნენ კარგად და ვიმუშაოთ გაიდლაინებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მსმენელებს, თქვენ ყველგან ისევ შევხვდებით, მოისმენთ გადაცემას პროფესიონალების სხვა წამყვანებთან ერთად. ნახვამდის. პროფესიონალები კომერსანტი